გლოცა ყველას დიდი სიყვარულით, გაძლიერდით სულიერად ჯანმრთელად იყავით სულიერად ხორციელად, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთმანეთზე დამოკიდებული ადამიანის სულის არის სამშვილდის და ხორცის. ერთად არის სული, სამშვილდის სხეული, მთელი ადამიანი. ამიტომ ჩვენ არ ყოფთ ადამიანს, ჩვენ მას ღმერთს ვავედრებთ, უფალი კიდევ თავის მხრივ მას მადლს აძლევს. მადლი კიდევ როდესაც მრავლდება ადამიანში, იგი აუცილებლად გამრავლება მადლის იწვევს შემდეგ განღმრთობას. ეს მადლი გარდაიქმნება სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვანაირ ელფერს იღებს, სპექტრი დიდია ძალიან და ელფერი ძალიან დიდია პალიტრა ნიჭების, მადლების. ეს მადლი გარდაიქმნება რა მასში სხვადასხვანაირ შედეგებს იძლევა, სხვადასხვა კეთილი ნიჭებით, სათნოებებით ვლინდება, ხო? მას შეიძლება ადამიანმა მადლი მიიღოს, შეისის ხორცოს და დარჩეს იგივე რაც იყო, ან უარესი გახდეს მოიქნება ეს, ხო? პირიქით, ის უკეთესი ხდება. ეხლა შეიძლება ვარსკვლავებს არ წვითავდეს, მაგრამ თანდათანობით ნერდან და მცირედ მაინც რაღაც წინსვლა შეიმჩნევა. და მადლობა ღმერთს ამისათვის. მცირედითასაც მადლობა, იმიტომ რომ მე ჯამში ატყობ რომ უკვე დიდი წინსვლა და უფრო საშიში არის ძალიან სწრაფი ბიძგების წინსვლა, როდესაც ეს მეტაფიზიკური ბიძგი წარმოიშვება დიდი, იქ კონტროლი უნდა. თუ კონტროლი არ არის, შეიძლება ამ მეტაფიზიკურმა სწრაფმა ბიძგმა მასში პირიქით სულიერი ბზარი ან მყევა გააჩინოს, თუ ვერ დაიტია მადლი. მადლის მიღება ერთია, მაგრამ მადლის დატევნა და შესიცხორცება მეორე, ამასაც სულიერი კულტურა უნდა. იმიტომ რომ მადლის მიღებას დიდი ცოდნა და ხელოვნება უნდა სულიერი. ზუსტად ეს არის ის თავის დამდაბლების ხელოვნება, რომელიც ქრისტემ გვასწავლა. იმიტომ რომ მადლის მიღება ერთია და კიდევ ვიტყვი მადლის შენარჩუნება კიდევ მეორეა. გამარჯვების მოპოვება ვიტყვი ერთია, მაგრამ გამარჯვების შენარჩუნება კიდევ მეორე გამარჯვებაა, მრჩობლი გამარჯვებაა ვიტყოდი. იმიტომ რომ ზოგჯერ ადამიანი სწრაფად მოიპოვებს გამარჯვებას, შემდეგ ეს გამარჯვება თითქოს უცებ, როგორც რაც მეხსეული დროებით ინტერვალზე მომუშავე წარმატებად ექცევა ხოლმე და შემდეგ ისევ გაიფანტება და გავახვალ. ესე რომ არ მოხდეს, ამიტომ იმ გამარჯვებას საფუძველი გამყარება უნდა, რომ სული მოითქვას შენში ამ გამარჯვებამ, ესე სიმბოლურად უთქვას, ამოისუნთქოს, ფესვი გაიდგას ამ სულიერმა სიმძლავრემ შენში და შემდეგ გაიფუჩქნოს, აყვავდეს და ნაყოფი გამოიღოს. ამისათვის ზუსტად საჭირო არის ის ასკეზა დაურთო, გააძლიერო ასკეზა და არა მოაკლო ასკეზა შენს სულიერ ცხოვრებას. ამიტომ საჭიროა დიდი სარწმუნოებაში გაძლიერება, კითხვა წმინდა წერილის, ჩაღრმავება წმინდა საიდუმლოებებში, რას ნიშნავს ამ ყველაფრის განმარტებების მოძიება. რა თქმა უნდა, საჭირო არის სარწმუნოების გარდა ასევე იმედში, რომელიც დღეს ასე გვჭირდება ჩვენ სულ ამას ვამბობ, იმედი ეს არ არის უბრალო იმედი, ეს არის სასწოება ადამიანის, ასე ვთქვათ, ღვთისადმი ღმერთზე დამოკიდებულების ტრანსცენდენტული გრძნობა, მიუწვდომელი ბოლომდე გაუშიფრავი გრძნობა, რომელიც ადამიანის ღმერთზე დამოკიდებულებისა და არა იზოლირებულობის განცდას გვაძლევს. ბოროტების საწყისი ზოგჯერ არაფერი არის ხოლმე, თუ არა და მასში სიცარიელის, ადამიანში სიცარიელის მყოფობა. იმიტომ რომ ბოროტება ეს დამოუკიდებლად არ არსებობს. მისი არსებობა цаრიელია, ასე ვთქვით, შეიძლება იყოს, არაფერზე არ არის დამხარებული. მხოლოდ რაღაცაზე პარაზიტირებს, რაღაცაზე ნიღაბით შეწეპებული და ეს ვთქვათ, მიწეპებული და დროებითი არსებობის ფორმით ამა თუ იმ იმიტაციურ ფორმას იღებს. და მისი არსებობა ხოლმე მცირე ინტერვალზე შეიძლება მკვეთრად, ზოგჯერ გონია რომ იმარჯვებს, მაგრამ მცირე ინტერვალზე მუშაობს. ახლა ეს დიდი თემაა, მაგრამ ამიტომ ყარად გამაგრებული, მოკლედ ასკეზაში გაძლიერებული იმედში, რომელიც ღმერთზე როგორც აღვნიშნე დამოკიდებულების მუდმივ პერმანენტულ განცდას იძლევა. ღმერთზე დამოკიდებულების და არა შენ თავისთავად აღებული, იზოლირებული და ფრაგმენტული არსების, რომელიც თავისი თვითონ ავტონომიურ რეჟიმში მოქმედებს, არ არის ეს. თვით ცხონება შეუძლებელია. ღმერთზე დამოკიდებული ხარ. უსაშველოდ დამოკიდებული ხარ ღმერთზე. ოღონდ შენი თავისუფალი ნების თანხმობით. და ეს იმედს ბადებს, იმ იმედს, რომელიც შენში საოცარ სულიერ სიმხნევეს შობს და ძალას,
სულიერ ძალას, საწვავს, უხეში ტექნიკური თუ თქვა, საწვავს გაძლევს წისვლის. რა თქმა უნდა, მე აუცილებლად სიყვარულიც ემატება, ხომ? რადგან სათნოება პირველი სარწმუნოების აღნიშნა, მეორე სარწმუნოების მერე იმედი და სასწაულება აღნიშნე, არ შეიძლება არ და ვერ თქვათ და უნდა ვთქვათ სიყვარულის სათნოებას, რომელიც ყველა სათნოებაზე მაღლა, მაგრამ მანამდე ხო ჯერ მისვლა უნდა კიდე. სიყვარულამდე ეს უკვე მაღალი მატერიებია, ასე ვთქვათ, ხომ? დღეს მით უმეტეს, როდესაც საყოველთაო სიყვარულისა და ყურადღების ნაკლებობა. ყურადღება როცა არის, იქ სიყვარული წარმოიშვება, მზრუნველობა, ყურადღება, მრევლისადმი, მოძღვრისადმი, ძმებისადმი, დებისადმი, როცა ყურადღება არ არის, ეს ძალიან ცუდია, მაშინ სუსტდება ადამიანი. ყურადღებას აუცილებლად ენერგია მოყვება. ყურადღებას რო გამოხატავს ადამიანი, ენერგიას იღებს. ვისაც გამოუხატავს ენერგიას, მას აძლევს ენერგიას და თვითონაც იღებს ამ ენერგიას. ყურადღებას ყოველთვის თან ზდევს, მოსდევს ენერგია. მაგრამ როდესაც ყურადღების გამოხატვა და მზრუნველობის გამოხატვა გარდა სოციალური ქსელებისში გამოხატულ ყურადღებას არ გულისხმობ, თუმცა ესეც რაღაც ელექტრონული და ასეთი ვირტუალური ყურადღების ფორმაა, მაგრამ ესეც კარგია, სულ არაფერს ჯობია, მაგრამ ამ დონეზე არა, უფრო მაღალი ხარისხის, ქრისტიანული ყურადღების ხარისხს ვიძახით, თორემ მარტო გულებისა და მიყვარხარის მიწებება და რაღაცა შტამპების მიწებება ვერაფერი ყურადღებაა. თუმცა კი ესეც კარგია, არა უშავს. ამასაც ჩაეჭიდება ზოგჯერ ადამიანი, როდესაც სულ არაფერი არ და შედეგი სულ არაფერს ჯობიაც თუ შედეგია, ის რომ აქ ხოლმე ესეც უხარია, მაგრამ რა თქმა უნდა ყურადღებაში გულისხმობ აქტიურ სტიმულაციას ადამიანის. დახმარება რა არის? მაინც ზურგზე კი არ უნდა მოიკიდო ადამიანი, გვერდზე იყო. დაეხმარო აზრით, სიტყვით, საქმით, მენტალურად, ემოციონალურად, ხორციელდეთ ყველაზე დაბალი დონის დახმარება. თვით სტიმულაციის საშუალება მისცე, რომ მან სტიმულაცია გააკეთოს, ღმერთს ევედროს, ვექტორი მიუთითო, ვის უნდა ევედროს, ვისგან უნდა ითხოვოს, ვისგან უნდა იმედი კონდეს, ის იმედი, რომელზეც მე ვიზახი, ვისი იმედი კონდეს, ის შეახსენო, ვისი იმედი უნდა კონდეს მას და არა სოციალური ბონუსების იმედით ცხოვრობდეს, მუდა პრობლემის სულ პირში ჩალაგამოვლებულ სტოვებს ადამიანს, ხო? და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ყურადღებას აუცილებლად ენერგია მოსდევს. როცა უყურადღებო ადამიანი უგულისხმო ცივსისხლიანი, იგი არც ენერგიას იღებს და ვითომ და ენერგიის ეკონომიას აკეთებს, მაგრამ ის ეკონომიას ისეთი შემდეგ ეკონომია ერთვის მისთვის არ გამოხატული ყურადღება დაბლოკილი ყურადღება მისთვისვე არის სუდი, იმიტომ რომ თვით იზოლაციაში ექცევა და ჩაქრობა ხდება თავის თავზე ადამიანს. ენერგიას არ გამოხატავს და ის ენერგია ჭაობდება, ასე ვთქვათ, გაუსვლელი წყალი, რომელიც არ მოძრაობს, ხო? არ არის თავისუფალი მოძრაობა ადამიანის ენერგიის. ის სხვა ფორმას იღებს, ატროფირდება და ადამიანი რჩება თვით დაჭაობებულ, თვით ჩამყაყებულ მდგომარეობაში, რომელშიც უკვე ვეღარაფერი ვეღარ ხარობს და უკვე პირიქით, ამ შემთხვევაში ენერგოვამპირად იქცევა, უკვე თვითონ ითხოვს ენერგიას. სამხრივზე ჩართვას ითხოვს, რომ შენ ხოლმე შენ სხვამ გამოუმჟღავნოს მას, თვითკმარივით არის, სხვამ გამოუმჟღავნოს ენერგია. უკვე მცირე ენერგოვამპირი ვითხდება, ასე ვთქვათ, სიმბოლურად რო ვთქვა და ხოლმე საკუთარი თავისადმი ენერგიის მეს ეგო ყურადღებას ითხოვს და წახალისებას ხოვობს, ანუ გარედან შემოსულ ენერგიას ითხოვს ეგოიზმი სულ და ითხოვს ამ ენერგიას გარედან სულ, ითხოვს გაუთავებლად. თან ისეთი ადამიანებისაგან ვინც კარგი დონორია, ბევრი ენერგიის გაზრობა შეუძლია. თუ გაიღო ბევრი ენერგია და მიიღო, აცდის, რომ მე კიდე დააგროვოს, მე კიდე გამოიწოვოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ხა დიდი თემებია, მაგრამ ვეცადოთ რომ მოკლედ სარწმუნოებაში გაძლიერებას გაუსვი ხაზი, სასწაულება იმედში გაძლიერებას გაუსვი ხაზი და რა თქმა უნდა სიყვარულში, რომელიც აუცილებლად ყურადღებას, მზრუნველობას, მსხვერპლის გაღებას და ადამიანისადმი ენერგიის გაცემას, რომელიც ეკონომია არ უნდა გავაკეთოთ სიყვარულის, ითხოვს და გვავალებს და გვასწავლებს. ახარებას სიხარულისა და სიყვარულის მასწავლებელი სწავლებაა. რაშიც გაძლიერებას ყველას გისურვებთ. მადლობა შეშვენს იესო ქრისტეს სიყვარულს თქვენ ყოველთა თანა.